დაიპარებოდა. ნუ ესეც ცუდია, ეხ გამეორება რო არ ჩავიწერეთ, მაგრამ ხო, მოდი ჩანაწერშიც ვიტყვი, რომ return-ი აჩერებს ფუნქციას. ეგ დაიხახსოვრეთ. ხო. მეცა გიორგი რას გეუბნებოდი? ანუ return რაღაც break-ის მაგვარი რაღაც არის, ხო? კი, აჩერებს მაშინ ფუნქციის მოქმედებას თუ როგორც კი შეეხება ფუნქცია მას. ხო, ანუ HTML, CSS და JavaScript-თან ერთად რო ავაწყობთ, უფრო არტივი იქნება დამახსოვრება თუ არა იყო კითხვა რა. კი. ანუ რეალურად ახლა მე განახებთ აი მაგალითად აი ეს მასივი საერთო ელემენტი კონსოლში როგორ გამოვიტანოთ, აი მასივი ობიექტში როგორ დავამატოთ ახალი რაღაც ელემენტები და აი 1000 რაღაც განვიხილეთ რა როგორ ხდება, მაგრამ აი რაში გჭირდებათ ეს ყველაფერი და როგორ უნდა გამოიყენოთ პრაქტიკაში. უკვე აი მაგას დავიწყებთ შემდეგ აკვეთილზე DOM-ს რომ ავხსნით და DOM-ს რო განვიხილოთ. აი მანდ უკვე ნახავთ რეალურად რაში არის საჭირო ყველაფერი, აი int ფუნქცია და ასე შემდეგ, ნუ ყველაფერი. ერთი კითხვა მაქვს, როდეში. ხო, გის. ამ მასივებზე და ობიექტებზე ბოლოსკენ ალბათ ან არ ვიცი როდის დესტრუქციას გავივლით თუ არა? დესტრუქციას არა. არა? არა, ნახოთ აი იცი როგორ არის ახლა მე იდეაში დესტრუქცია არის, როდესაც იდეაში ეს ახლა მაგ თემაში დიდად ვერ ვერკვევი, სიმართლე გითხრა. იმიტომ რომ მე დესტრუქციამდე სხვა თემებს გავდივარ რა. და აი მაგ თემასთან დაკავშირებით მე რამე აგიხსნათ, სავარაუდოდ რამე შეცდომაში შევა. ამიტომაც ჯობია რომ არაფერი არ გითხრათ. მე როგორც ვიცი, ანუ ზოგადად მნიშვნელობების შედარებით მარტივად და ამოღება არის ან ასეთო მნიშვნელობების და ზოგადად მაინტერესებდა უბრალოდ თუ რა გაიქნებოდა. ხო, იდეაში ანუ იცი როგორ არის მე მოვყევი ახლა სილაბუსს რა. აი ნახოთ რა, იცი როგორ თემა არის, ახლა ჩვენ მივყევით სილაბუსს. ჩვენ რაც ახლა მე რასაც აგიხსნით, ამ ყველაფრიდან გამომდინარე თქვენ შეძლებთ უკვე სრულყოფილი საიტის გაკეთებას. მაგრამ მე შევეცდები რომ აი ეგეთ advanced თემებისთვის შემოვინახო კიდე რაღაც დროები. კიდე მინდა რომ აი რაღაც დამატებითი ლექციები რა თქვენს თუ არ იქნებით წინააღმდეგი და მე თუ რომ მქონდა ჩავატაროთ და აი რაღაც advanced თემებიც რამე advanced თემები განვიხილოთ. ეხლა იდეაში ჯერჯერობით ჯობია რომ ეს საფუძვლები დავამუღამოთ, ასე ვთქვათ, კარგად დავიზეპიროთ და მერე უკვე JavaScript-ის ბოლოს სანამ Angular-ზე გადავალთ, აი რამე advanced თემები განვიხილოთ რა. ბოლოდ მოხარული იქნებით ვაკეთ. ბატონო, თან იდეაში მე მინდა რომ აი სექტემბერში არ ვიცი რამდენად გამოვა, მაგრამ დიდი ალბათობით შემეძლება, მაგრამ უფრო ოქტომბერში თუ სურვილი გექნებათ ერთი ლექცია აი ადმინისტრაციასაც ვეტყვი და თუ ნება დაგხვდეს ერთი ლექცია აუდიტორიაში ჩავატაროთ და იქიდან რაღაცა უფრო საინტერესო იქნება. რას ფიქრობთ მაგასთან დაკავშირებით? საინტერესო იქნება. აი სექტემბრის შუა რიცხვებისკენ სადღაც რა. ხო რა, აი შუა რიცხვებიდან ოქტომბერშიც ალბათ. ხო, აი სადღაც ეგრე. იმიტომ რომ მეც ახლა ფიზიკურად ვერ მოვახერხებ და მე აი დაველაპარაკები ადმინისტრაციასთან შევთანხმდებით, თქვენ თუ სურვილი გექნებათ, ეს ჩავატაროთ. ვინც მე ვერ მოახერხებს მოსვლას, მაგალითად, თან ცალკე ონლაინ გაკვეთილი გვექნება ჩართული და ერთი დღე მოვახერხებთ როგორ. სექტემბრის და ოქტომბრის შუა რიცხვები თუ იქნება, აღარ დასაწყისში არ ვიქნები აქ. ხო, ნახოთ, აი წინასწარ განვიხილოთ ეგ თემა ჯერჯერობით მეც არ მგონია, აი პირველი ახლა მინიმუმ 2-3 კვირა. და აი იმის მერე თქვენ როგორც გაწყობთ, მე ისე გავაკეთებ. ბეტონი. ისე სილაბუსში Java-ს სად რო აქვს დათმობილი ან სილაბუსში. Java-ს როგორ? დრო? იდეაში JavaScript-ი გამოდის. ხო. დაახლოებით 2 თვე. თუ არ
დაახლოებით 2 თვე ნახევარი, ან HTML CSS-ზე ვიცი რომ 2 თვე არის. მე Angular-ზე არის Angular-ზე საისადლოა. როგორ? ანუ Angular-ის სირთულით JavaScript-ის სავით იქნება თუ ნაკლებად უფრო. Angular-ზე ის როგორი რაღაცა არის? ანუ Angular-ზე თქვენ გექნებათ 2 ეტაპი. თქვენს ტვინში ესეთი რაღაცები მოხდება. ეს რა არის, ეს როგორ უნდა გავაკეთო და მე ხვდები რომ ამის გაკეთებით ბევრად უფრო მარტივად და ბევრად უფრო მაგრად აკეთებ, რისი გაკეთებაც გინდოდა. ანუ რეალურად იმდენად გიადვილებს შენ წერას, გიადვილებს ამ ყველაფერს, რაც JavaScript-დან შეიძლებოდა 250 ხაზი დაგჭირებოდა და აქ უბრალოდ ერთი ხაზის დაწერით შეგიძლია იგივე გააკეთო. რომ აი ძალიან ბევრი პროფიტი აქვს Angular-ს რა ზოგადად. მე ახლა აი მილიარდჯერ მირჩევნია Angular-ზე წერა, JavaScript-ზე წერას. და აი ზოგადად რომ მითხრან რომ საიტი ააწე JavaScript-ზეო და Angular-ი არ გამოიყენო, არა ვაწ. იმიტომ რომ Angular-ის საშუალებით ახლა ბევრად უფრო მარტივად, ბევრად უფრო უკეთეს და იდეალურ საიტს აწყობ ვიდრე JavaScript-ით რა. მაგრამ ეს JavaScript-ში რაც არის, ეს ყველაფერი უნდა იცოდე, იმიტომ რომ ყველაფერი არის დაფუძნებული აი ამ ყველაფერზე. JavaScript-ში, ეს Angular-ზე წერ JavaScript-ში იგივენაირად, ოღონდ უფრო რაღაც ბიბლიოთეკები გიადვილებენ შენ საქმეს. მოდულები არის, რომელი მოდულებიდან გამომდინარეც წინასწარ არის რაღაც ლოგიკები დაწერილი და ეს ლოგიკები პროსტა შენ უნდა გამოიყენო რა. ანუ წინასწარ ახლა მე ახლა მაგალითად ხო JavaScript-ის არ გამოყენება და მის Angular-ით მისი ჩანაცვლება თუ არ შესაძლებელია, ანუ რაიმე საიტის დაწყობისას რა. არა, შეუძლებელია. იცი რატო? შენ Angular-ში JavaScript-ზე წერ. ნუ JavaScript-ზე რა TypeScript-ზე, რომელიც არის JavaScript-ის კომპილატორი. ნუ იდეაში CSS-ი იყო დაახლოებით იგივე ვარიანტია? კი. ხო, ანუ TypeScript-ი არის როგორც JavaScript-ის კომპილატორი, ანუ როგორც CSS-ის SCSS. მაგრამ ჩვენ როდესაც Angular-ზე გადავალთ, Angular-ში ხდება ესეთი რაღაცა. ერთ კომპონენტში, ანუ რო წარმოგიდგენთ როგორც ერთი გვერდი, არის ერთი კომპონენტი რა. და ამ კომპონენტში აქვს HTML-ის ფაილი, CSS-ის ფაილი და TypeScript-ის ფაილი, ანუ იგივე JavaScript-ის, მოდი JavaScript-ით მოვიხსენიებ ჯერჯერობით, JavaScript-ის ფაილი, რომელშიც სამივეში წერ. მაგრამ რადგან Angular-ზე არის ესეთი ლოგიკა დაწერილი, ისეთი ლოგიკა უბრალოდ დაწერილი, რომლიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია რომ ამ სამში ისე მარტივად დავამყაროთ ურთიერთობა. ეხლა მე განახებთ ხვალე რაღა იყო და შემდეგ ლექციაზე DOMs რომ აგიხსნით, მე განახებთ ეხლა როგორ უნდა მივწვდეთ HTML-ის ელემენტებს JavaScript-დან. და მე აი Angular-დანაც განახებთ როგორ უნდა მივწვდეთ. რა იდეაში მიწვევა არც გჭირდება. უბრალოდ ორი ფიგურული ფრჩხილი უნდა გახსნა, მანდ უკვე შეგიძლია გამოიტანო რამე ცვლადი და всё მორჩა. როგორც ესე გამოგქონდა. JavaScript-ის გარეშე ვერ დავწვეთ Angular-ზე, ხო? ხო, კი, ვერა, ანუ Angular-ი არის უბრალოდ როგორ? როგორც CSS ვერ დავწერთ დაუშვათ HTML-ის გარეშე, დაახლოებით ეგეთი რაღაცა. არა, უყურე, როგორც ეს CSS ვერ დაწერ CSS-ის გარეშე. ისე ვერ დავწერთ Angular-ზე. Angular-ი ცალკე ენა არ არის. Angular-ი არის, წარმოიდგინე, ანუ ბევრი ბიბლიოთეკა, ეხლა ბიბლიოთეკაც რომ გითხარ რა არის, ანუ წინასწარ არის რაღაც ლოგიკა დაწერილი, შენ უბრალოდ ეგ უნდა გამოიყენო. უბრალოდ ბევრი ბიბლიოთეკაა, ბევრი მოდულია, რომლებიც ერთობლიობაში გიქნის შენ ისეთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, რომ ძალიან ბევრ მომენტში გიადვილებს საქმეს რა. და ძალიან საინტერესო სიტუაციებს ძალიან ადვილად, ძალიან რთულ სიტუაციებში უბრალოდ ძალიან მარტივად გამოდიხარ რა. ეხლა აი აქ მოდით იდეაში ამას ცოტა ხანი გავჩერდები და აი ნახოთ დღეს ცოტა ხანი DOM-ზეც ვივარჯიშოთ, აი განვიხილოთ ზოგადად რა როგორ არის DOM-ში. აი მაგალითად მე მინდა რომ შევქმნი რამე divs, რომელსაც მივცემ class.
მაგალითად ეს შეიძლება იყოს რამე ბლოკი პირობითად, ხო? ეხლა მე როგორ უნდა მივწვდე JavaScript-დან ჩვენს ტიპს? პირველ რიგში მოდი რამე კონსტანტა შევქნათ სვლადი და დავარქვათ სახელი, ხო? ბლოკ. იდეაში აქაც შეგვიძლია ბლოკ დავასხოთ. შემდეგ ჩვენ უნდა მივმართოთ დოკუმენტს. დოკუმენტი არის ზოგადად მთლიანი, აი ორი წარმოცადე. დოკუმენტი არის ზოგადად მთლიანი, აი ეს სტრუქტურა. ნახეთ? მთლიანი ეს HTML სტრუქტურა, რაც ჩვენ გვაქვს აქ, ეს არის დოკუმენტი. შემდეგ ამ დოკუმენტს მივმართეთ და ვეუბნებით, რომ ამ დოკუმენტიდან გვინდა რაღაც საღება, ანუ query selector-ი, ესეთი მეთოდი არსებობს. query selector-ი, რომლის საშუალებითაც ჩვენ ეს query selector-ი უნდა გამოვიძახოთ, ანუ ზოგადად ერთი რაღაც გაითვალისწინეთ რა, რომ როდესაც ჩვენ რაღაც ნებისმიერ ტექსტს მაგალითად ეხლა ეს არის query selector-ი, ხო? ესეთი რაღაც დავწერე და დავწერე ფრჩხილები. ეს ნიშნავს, რომ მე ეს პირველ რიგში ეს query selector-ი გამოდის მეთოდი, იგივე ფუნქცია და ეს მეთოდი მე გამოვიძახე. და ეხლა ამ ფრჩხილებში უნდა ჩავწეროთ ეხლა ჩვენ რას უნდა მივწვდეთ. query selector-ის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია როგორც თვითონ divs მივწვდეთ, როგორც class, როგორც მაგალითად ID. ნებისმიერ რაღაცას შეგვიძლია მივწვდეთ query selector-ის საშუალებით. ეხლა ამას რატო გეუბნებით, იმიტომ რომ არსებობს ასევე get element by class name, get element by ID, get element by tag name და ასე შემდეგ. მაგრამ query selector-ით შეგვიძლია ნებისმიერ ამას მივწვდეთ. query selector-ში, რადგან გამოვიძახთ query selector-ი, ჩვენ შეგვიძლია ახლა გავხსნათ ბრჭყალები და ბრჭყალებში უნდა მივწვდეთ მაგალითად ჩვენს class. და მნიშვნელოვანი დეტალი გაითვალისწინეთ და გაიმახსოვრეთ, რომ როდესაც class მივმართავთ როგორც CSS-ში, ასევე JavaScript-ში უნდა მივმართოთ წერტილის საშუალებით. წერტილი block. ნახეთ, მე მივწვდი HTML-ში მყოფ blocks. ავიდან ბლოკ რატო არ წაწერდი, ანუ აქ როცა ბლოკ უდრის დოკუმენტს. მეც როგორ? ბლოკ უდრის დოკუმენტს რატო გვიწერია? მაინც მე უნდა ჩავწეროთ. ეს რატო გვიწერია? ხო, ანუ დოკუმენტთან რატო გვაქვს ბლოკ გატოლებული? თუ მაინც მე უნდა ჩავწეროთ. უყურე, ჩვენ მე ეს რომ გამოვიყენოთ, ანუ შეიძლება ბევრგან დაგჭირდეს ამის გამოყენება რა. ამიტომაც ზოგადად ჩვენ თუ გჭირდება რამე დომის ელემენტს რომ მივწვდეთ და შემდეგ არავირიოთ წინასწარ ვიღებთ ერთ კონკრეტულ ადგილს სადაც ვიწერია უკვე ყველა ელემენტზე მიწვდომა. აი მაგალითად აქ ბლოკი მექნება პირობითად მე ქვემოთ const რაღაც div იქნება, მე const რაღაც btn 1 იქნება, მე const btn 2 იქნება, მე const block wrapper-ი მაგალითად const container-ი. ანუ ესე ყველა class უნდა უწეროთ სათითაოდ ეს ყველაფერი? თუ გჭირდება რომ რამე კონკრეტული ელემენტები ამოვიღოთ, მაშინ გჭირდება რომ ყველა ელემენტი სათითაოდ შევინახოთ ცვლადში და შემდეგ უკვე ამ ცვლადის საშუალებით გამოვიყენოთ. ნუ ეხლა ჩვენ 100 და 200 არასდროს არ დაგჭირდება რომ მივწვდეთ. მაგრამ თუ ბევრი იქნება, ამასაც განახებთ, მარტივ ამოხსნასაც განახებთ ამ ყველაფრისას. როგორ უნდა გავაკეთოთ? ეხლა ნახოთ ბლოკი, შევინახეთ სვლადში და მოდი დავლოგოთ ეხლა ეს ბლოკი რა არის. როგორც ხედავთ, კონსოლში მივიღეთ აი ამ ბლოკის მნიშვნელობა. ხო, მოდი ეხლა ეს რაღაცას გავაკეთებ მე. მოდი ეს CSS დავამატებ აქ.
ან მოდი CSS-ი არ გვინა, უბრალოდ inline CSS-ან და გებია ისევე ცალკე გავაკეთოთ. აქ დავლინკავ მე ახლა და ხო, კიდევ ერთ მომენტს გეტყვით, სანამ CSS-ი გადავალთ. ნახეთ, ჩვეულებრივად მე ახლა მივუწვდი ბლოკს, გამოვიტანი კონსოლში ბლოკი, მაგრამ მე რო დეფერი დაუწერო, წაუშალო უფრო სწორად აქ. ნახეთ რა მოხდება. მივიღეთ 0. და რატომ აბა თუ მიხვდებით? არამდე ჩაიჭრა. როგორ? ხო, ანუ ეხლა აი ამ სკრიპტს HTML-ი ზემოდან იკითხება, ხო? და ამიტომაც ამ სკრიპტისთვის ეს ბლოკი არ არსებობს. ჯერ. ამიტომაც უნდა უთხრათ, რომ ბოლოს შეიტვირთოს, რომ გახდეს წასაკითხი ასე. შეძლოს წაკითხვა. მივწვით ამ ბლოკს. მოდი ამ ბლოკს მე CSS-ში ავხსენ. Width მივცემ 200 pixels. Height მივცემ 200 pixels, background colors რამე მეტად orange. და მივიღეთ ესეთი ბლოკი. ნახეთ mouse რომ მივიტან მე. ნახეთ, მაჩვენებს ამ ბლოკს ზუსტად. ჩვენ შეგვიძლია ესევე რამე ფუნქცია გავაკეთოთ. ფუნქცია, მოდი პირდაპირ ეს რაღაც განახებ, მაგალითად, ფერი შევუცვალოთ ჩვენ ბლოკს. ნახეთ, უნდა მიმართოთ ჩვენ წვლაც, ბლოკ, წერტილი, style, წერტილი. ეს computer style map-ი არ გვინდა. What? Style მაგალითად background color უდრის reds. I want this. Right. და ნახეთ, აქ ჩაემატა inline კლასი ჩვენს divs. Style უდრის რაღაცა. და შეეცვალა ფერი. ხო, ეს ელემენტარული რაღაცა, ანუ თუ დააკვირდებით, ანუ ჩვენ ცვლაც უნდა დაუწეროთ ჯერ style და წერტილი style და წერტილი რა თვისებას მიმართავთ, ხო? ოღონდ აუცილებელია რომ გავითვალისწინოთ ის, რომ როდესაც ჩვენ ვირჩევთ სტილს, ეს უნდა იყოს აუცილებლად ერთ ხაზზე და არ უნდა იყოს face, ანუ background, პირველი სიტყვა პატარა ასოთი დავიწყეთ, შემდეგი სიტყვა დიდი ასოთი. მაგალითად, თუ დამჭირდება font size-ი, დავწერ font size. კიდე რა შეიძლება დაგვჭირდეს? მაგალითად, border, ნახეთ, radius-ი, border პატარა ასოთი დავწერე, შემდეგი სიტყვა დიდი ასოთი დავიწყე radius-ი და უდრის მაგალითად და აქ ჩავწერთ ნახე როგორ რაღაცას 200 პიქსელი. ვიზა დავწერო 10 პიქსელი. ეს წყალებში ჩასვლა აუცილებელია. კი, წყალებში უნდა ჩავსვათ, თორემ მაშინ სტრინგი აღარ გამოდის და ეხლა ვერ ხვდება ეს 10 პიქსელი რა არის. და ნებისმიერი რამე შეგვიძლია მოქმედება შევასრულოთ, სტილი გადავცეთ და ასე შემდეგ ჩვენ ბლოკს. იდეაში დღეს მოდი ცოტათი ისიც განვიხილოთ. Event listener. მოდი ახლა რამე ბატონს შევქმნი მე HTML-ში, რომელსაც მივცემ class buttons. ეხლა გავაკეთოთ ესეთი რაღაც. მოდი დავწეროთ შეგნით ტექსტი ჩავწეროთ რა. მაგალითად. მოდით ჩვენ ბლოკს ქვემოდან დაშორება გავუკეთოთ.
JavaScript-დან. Style. Merging bottom უდრის მაგალითად 100 პიქსელი, 50 პიქსელი. ეს იდეაში ბლოკის კონსოლში გამოტანა აღარ გვჭირდება. Let's blocks წერტილი style merging bottom. და ნუ ახლა ცალკე კიდევ ერთი კონსტი გავაკეთოთ, დავარქვათ btn ჩვენს კონსტანტას და მიმართოთ documents query selector-ის საშუალებით. გავხსნათ ფრჩილები, ჭალები და მიმართოთ btn-ს. ამ კლასს მიმართ. მოდი ახლა ჯერ კონსოლში გამოვიტანოთ და ვნახოთ ჩვენი btn-ი. რას ნიშნავს ზოგადად? აი, მაუსი რომ მივიტანოთ კონსოლში გამოტანილ btn-ზე, როგორც ხედავთ, უკვე გვანიშნებს ამ კონკრეტულ btn-ზე. და შიგნით გვიწერია click me. ნუ class btn-ი. ანუ კონკრეტულად აი ეს ღილაკი გვაქვს ახლა შენახული ჩვენ აი ამ ცვლადში, btn ცვლადში. და ეხლა მე მინდა რომ განვიხილოთ ესეთი მეთოდი, როგორც არის event listener-ის დამატება. მე მივმართავ ჩვენს btn-ს და წერტილის საშუალებით წერტილს დავწერ და უნდა დავწეროთ add event listener და გამოვიძახოთ. რას შვება ზოგადად event listener? და ზოგადად რას ნიშნავს event listener? ჩვენ შეგვიძლია მოусმინოთ ნებისმიერ events. Event-ი რა შეიძლება იყოს? Event-ი შეიძლება იყოს როგორც მაუსის მიტანა ჩვენს კონკრეტულ ელემენტზე, როგორც მაგალითად უბრალოდ დაკლიკება, მიტანის შემდეგ მაუსის მოშორება და ნუ ბევრი მეთოდი არსებობს ზოგადად. ბევრი ივენთი არსებობს, რომელსაც ჩვენ უნდა მოусმინოთ. რას ნიშნავს მოვусმინოთ? ჩვენ მომხმარებელი მაგალითად, როდესაც ღილაკს დააჭირს ეს ივენთი კლიკი მაგალითად, როდესაც შესრულდება, ჩვენ ამ დაკლიკებას უნდა მოვусმინოთ, ანუ უნდა მივიღოთ ეს მოქმედება და შემდეგ უკვე ამ მოსმენის შემდეგ რაღაც ლოგიკა უნდა შესრულდეს. ანუ ღილაკის დაჭერას უნდა მოვусმინოთ უბრალოდ. ეხლა დავწერეთ btn-ი, შემდეგ add event listener-ი და add event listener-ს გადაეცემა ორი პარამეტრი. პირველი, რომელ event-ს უნდა მოვусმინოთ? მაგალითად, ეს event-ი იყოს კლიკი. ნახეთ, უნდა გავხსნათ ჭალები, click. ანუ მე ვუთხარი ახლა პირველი პარამეტრის სახით გადავეცი კლიკი და ვუთხარი რომ მოვусმენ კლიკს. და უნდა დავწერო მძიმე და შემდეგ უკვე სტანდარტული arrow function-ი. ნახეთ? ფრჩილები ის არის და ისევე ფიგურული ფრჩილები. დავაჭერ enter-ს რომ ქვემოთ ჩამოვაგდოთ და всё. ეხლა რა ხდება აქ? მე ვეუბნები კლიკზე უნდა შესრულდეს ფუნქცია. ანუ ამ ფუნქციას, რომელსაც ახლა სახელი არ აქვს, გამოიძახებს ჩვენი კლიკი. მოდი, ეს ჯერჯერობით იყოს უბრალოდ კონსოლში რამის დალოგო. მაგალითად, ერთიანი დავლოგოთ უბრალოდ კონსოლში. და როდესაც დავაჭერ click miss, ნახეთ, ერთიანი გამოგვივიდა კონსოლში. მე ახლა რო დავაჭირო, რამდენიმეჯერ კონსოლში მივიღებთ ერთიანებს, ხო? მაგალითად აი ეს ახლა აი ამ ჩვენი TV-ს ცვლილებად შეგვიძლია რომ აი აქ შევიტანოთ 42 სამნიშნავს. 42
აი ხო ერთიანის გვერდზე რომ ბერჯერ დავაჭრეთ 42 აა, და ციფრები გამოდით. რამდენ ერთი და იგივე რაღაც როცა ილოგება ბევრჯერ. აქ გვეუბნება რომ რამდენჯერ დაილოგა. ნახე, ეხლა ერთიანი არის დალოგილი 12 ჯერ. მე რო დავაჭირო აქ ბევრჯერ. ეგ რაზე დამოკიდებული? ანუ თუ ერთი და იგივე რაღაც ილოგება ისე რომ არაფერი არ უშლის ხელს, მაგალითად ეხლა მე რომ აი აქ გავაკეთოთ და ორიანიც რო დავლოგო რა. ერთიანი და ორიანი რო დავლოგო. ეგეთი რაღაც არ მოხდება. ნახე, ერთიანი ორიანი ხო დაელოგა, მერე კიდე ერთიანი ორიანი დაელოგა. მერე კიდე ერთი ორიანი დაელოგა. ანუ კონსოლ ლოგში თუ ესეთი რაღაც ხდება, ახლა მაგალითად დაილოგა ერთიანი, ორიანი, ერთიანი. აი ნახე, გვერდზე მდგომ ერთნაირი მნიშვნელობებს გაერთიანებს. და უბრალოდ გვერდზე მიუწერს რამდენჯერ გამეორდა ეს ერთი და იგივე დალოგვა, რომ უაზროდ არ ჩამოწელოს აქ კონსოლ ლოგში ერთი და იგივე მნიშვნელობები. ხო, იდეაში აი ეს სტილების მიცემაც შეგვიძლია აი ამ ფუნქციაში გადმოვიტანოთ. ნახეთ, ჯერჯერობით ჩვეულებრივი სტილები არ ექნება ჩვენს ბლოკს, მაგრამ კლიკმის, როდესაც დავაჭერთ, ნახეთ. მიიღო ეს სტილები. მოდი border radius ცოტა მეტი გავუკეთოთ. ეს რაღაც აქტივის და სავით არის რა. იდეაში კი რაღაც მაგის მსგავსად. კი. მაგის მსგავსად არის, მაგრამ ეხლა ჩვენზე არის აქ იდეაში დამოკიდებული რა და როგორ მოხდება. დაუშვათ ამიტომ რომ მეორეს ეგეთი სტილები ქონდეს, ანუ ბატონსაც როგორც აქვს დაუშვათ იმ divs რა და მაგ შემთხვევაში ასო. როგორ? ან დაუშვათ აქ ხო ორივეს აქვს ეგ სტილები, BTS-საც და Blocks-საც. და დაუშვათ არ გვინდა რომ ეგ სტილები ქონდეს ორივეს რა. სტილები გვინდა რომ ეს ერთ სხვა და მეორე სხვა მაგ შემთხვევაში ასე ვაკეთებთ. მოიცა ამათ ხო არანაირი სტილები არ აქვს საერთოდ ახლა რეალურად. მე Blocks მიმართავ. ბოდიში. სულად უყურებთ. არა, უბრალოდ Blocks მიმართავ ჩვენ აქ ორივე ჯერს. იდეაში კიდე რა არის გაკეთება შეგვიძლია რა. ან იდეაში მოდი მე განვიხილოთ, თუ ძალიან საინტერესო რაღაცის ჩვენებაც მინდა ეხლა დღეს. მოდი აი ამ Blocks-საც დროებით დავაკომენტარებ. ამასაც ამ ორივე ხას აქედან ამოვჭრი, აი აქ ჩავაგდებ და ამასაც დავაკომენტარებ. აი აქ. ხო, აი ეს გვაქვს ახლა ჩვენ. ხო, ანუ btn-ი გვაქვს და btn-ზე ღილაკის დაჭერი, ანუ კლიკის დროს შეგვისრულდება რაღაც error function. აქ ხო ხვდებით მეგობრებო, რა ხდება რეალურად, რამე კითხვა ხო არა გაქვთ მე რომ მივაყარე. ოკეი, მაშინ გასაგებია. ბატონო, ძალიან კარგი. გავაკეთებ პარაგრაფს, რომელშიც ჩავწერ ნულიანს. ჯერჯერობით ნულიანი იქნება, ხო? და ამ პარაგრაფსაც თავისთავად მინდა რომ ვიწყდე. არც დავარქმევ მაგალითად document query selector. მოდი კლასი მივცეთ. ამასაც პარი მივცეთ კლასი. ამ ჩვეულებრივად როგორც აქ დავარქვით, იდეაში ამას არ აქვს მნიშვნელობა, როგორც ერთნაირი ასევე განსხვავებული სახელები შეიძლება ქონდეს კლასთან სხვაც, არანაირად არ არიან ერთმანეთს დამოკიდებულები. და კიდევ ესეთი მეთოდი მინდა რომ განვიხილოთ, როგორც არის inner HTML. მე parse შემიძლია მივმართო და უთხრა ესეთი რაღაც. inner HTML, როგორც HTML დიდი ასოებით უნდა დავწეროთ. inner და შემდეგ HTML. და უდრის და ეხლა უდრის შემდეგ მე შემიძლია ვუთხრა რა უნდა მიიღოს პარაგრაფმა მნიშვნელობა. ანუ HTML-ის სტრუქტურაში რა უნდა ჩაიწეროს? ანუ აი ამ ფრჩხილებს შორის გამხსნელ და დამხურავ ტექსტ შორის რა უნდა ჩაიწეროს? მაგალითად მე ვეტყვი რომ 10 უნდა ჩაიწეროს. ნახეთ, შემოვიდა აქ ჩაიწერა 10.
ჩაიწერა ორი 20. პარაგრაფი რო იყოს ყველაში ჩაწერს, ხო? ახლა რაც პარაგრაფი იპოვის HTML სტრუქტურაში ყველაში შეცვლის, ხო? პირველ პარაგრაფში არ უпроსტად ამ პირველ კლასში ჩაწერს მარტო. თუ გჭირდება რომ ყველაში მოხდეს ეს, მაშინ ზოგადად აი მაგასაც განახებ query selector all არსებობს, რომელიც მასივის სახით დაგვიბრუნებს ამ პარაგრაფებს. თუ ბევრი იქნება რა. აი მაგასაც განახებ. ანუ ეს პირველ პარტში მოხდება მარტო? ხო. მაგალითად მე რო 2 გავაკეთო. ახეთ მეორეში 0 არის, იმიტომ რომ მეორეს აღარ კითხულობს. ხო. ანუ აქ მე შემიძლია უთხრა უდრის შემდეგ რა ჩაიწერება და ნუ რა თქმა უნდა აი აქ გავხსნა და მხურავ ტექს შორის ჩაიწერება. მაგრამ მე შემიძლია შევქმნა რა? მაგალითად სვადი იყოს counter-ი, რომელიც იქნება თავიდან 0-ის ტოლი. და მე ვეტყვი რომ HTML-ში უნდა შევიდეს კონკრეტული რიცხვი კი არა, counter-ის მნიშვნელობა. მე რომ counter-ში მაგალითად მნიშვნელობაში 10 ჩავწერო, ჩაიწერება 10. 20 რო ჩავწერო, ანუ აქ უდრის 20 წერია რეალურად, ხო? და აქაც 20 გამოგვი. თავიდან 0 დავწეროთ, მაგრამ აი ესეთ კითხვას დაგისვავთ ახლა მე თქვენ. აი აქ ღილაკს დაჭერის შემდეგ მინდა რომ აი აქ ეს რიცხვი გაიზარდოს. რა უნდა გავაკეთო ამისთვის? რეალურად ძალიან მარტივია და ყველაფერი ვიცით ამისთვის უკვე. პლუსი. მეგეთე. საუნა დავწერო პლუს. counter ანუ inner HTML უდრის counter პლუსი არა? რა უყურე აქ მე რომ დავწერო პლუსი. ოკეი, აქ გამოვა 1. ეხლა, ანუ მარტო ერთხელ გაიზრდება მარტო. იდეაში აქაც ეგეც არ გაიზარდა, მაშინ პლუს უდრის 1. თუ აქ შეგვისურვებს მოქმედებას. არა შეგვისურვებს. როგორ? მაშინ event listener-ის მე რომ ის არის ფიგურული ჩხილები რა, მაგაში არ უნდა ჩავწეროთ? კი ბატონო, ანუ ღილაკზე დაჭერის დროს, ანუ btn-ზე კლიკის დროს, ვეუბნებით რომ ჩვენი ცვლადი, რომელიც არის 0-ის ტოლი, ანუ counter პლუს უდრის 1. ანუ მე როდესაც ამ ფუნქციას გამოვიძახებ, ანუ კლიკის დროს ხო ხდება ამ ფუნქციის გამოძახება. ანუ ჩვენი counter-ი გაიზრდება 1-ით და ეს ერთიანი შენარჩუნდება, ხო? უდრის იმიტომ დავუწერეთ. ეხლა კლიკ მიზე დაჭერის შემდეგ რა ხდება? რატო არ მოქმედებს counter? ეს თავიდან უნდა გავუტოვოთ, რომ კიდე წაიკითხოს ახალი counter. ისა, ეს რო ქვემოთ ჩამოვიტანოთ, თუ სამი ავიჯერე ახლა მეც. ხდება, რატო არ მოქმედებს counter პლუს უდრის 1. მოდი აბა counter-ი თან დავულოგოთ კონსოლში. counter-ი იზრდება. ნერე HTML უდრის counter. ოკეი. ეს არ უნდა ქონოდა ფუნქციის გარეთ. ანუ ესეც ფუნქციაში უნდა შესრულდეს რა. ყოველ ჯერზე, ეხლა მე რომ გარეთ მეწერა, გარეთ რომ მეწერა par inner HTML უდრის counters. ეს ხომ მხოლოდ ერთხელ ასრულებდა მოქმედებას. ხო, ანუ ერთხელ მიენიჭა მნიშვნელობა და მორჩა. მაგრამ ჩვენ გვინდა რომ ყოველ ღილაკზე დაჭერის შემდეგ მიენიჭოს მნიშვნელობა. ანუ ეხლა ღილაკზე დაჭერის შემდეგ გაგვეზრდება მნიშვნელობა და აი აქ შესაბამისად გაიზრდება რიცხვი. მიხვდით ხო? ანუ აქ რა დავწერეთ და როგორ დავწერეთ? აი, უკაცრავად ბოლოს კარგად ვერ გავიგე. ეს 35 საიდან გამოვიდა? ანუ კიდე რო დავაჭიროთ გაიზრდება. თითო თქვა? კი ბატონო, მადლობა. გავიგე. კი ბატონო. ეხლა აი მაგალითად მოდი რამე ბრეიკი დავაყენოთ რა. ვუთხრათ რომ 50 ბევრია. მოდი 10-ს არა ვაცინოთ ჩვენი counter-ი.
ანუ რა უნდა გავაკეთო ახლა იმისთვის რომ ღილაკს დაჭერის შემდეგ 10 თუ ავწდით. მოდი აღარ გაგრძელდეს აი ეს მოქმედება. ძალიან მარტივია. if-ი უნდა გავაკეთოთ, თქონი? კი ბატონო, ანუ ეს უბრალოდ შეგვიძლია if-ში ჩავსვათ. if counter-ი მარტო მაშინ შესრულდეს ეს მოქმედება. თუ counter-ი იქნება 10-ზე, უბრალოდ 11-ზე ნაკლები. ო? თუ მეტი გახდება, всё, გააჩეროს. აი, ნახეთ. უი, 11 რად დავწერე. 10. უცბად მასივებზე წავედი. ეხლა ნახეთ. 10 ვეღარ ავწდით. ეს პლუსით არც ვის ხო არაფერი. უდრის უნდა აუცილებლად. სად? ფუნქციაში პლუს უდრის რო გვიწერია პლუსით არ მუშაობს ხო? ეს პლუსმაც უნდა იმუშაოს. აი. პლუს იგივე ის არის. პლუს უდრის 1. აუ იგივე არის რეალურად. ხო, ესეთ კითხვას დავსვავ ახლა მე. აი მინდა რომ იმის მაგივრად რომ 10-ზე გაჩერდეს, 10-ზე როდესაცავა. მინდა რომ ისევე 0 გახდეს და მე კიდე 10-ზე ავიდეთ, მე კიდე 0 გახდეს. როგორ უნდა გავაკეთო? ნაკლებიან 10. უდრის 0 და ნაკლები. იდეაში არა, პირობა აქ სწორია. აქ რა უნდა ჩავწეროთ? ესე სუბარტივესია. ყველაზე მარტივი რა. ვერ გავიგე. კითხვა. ანუ 10-ზე რო ავალთ, ნახე? აი აქ რო 10 გახდება. მე-11 უკვე იყოს, მე-11-ის მაგივრად 0-დან დაიწყოს ისევ. ინერ HTML-ს გავუტოვებთ 0-ს თავიდან. მაგრამ counter plus უკან ქვევით რა ხომ გვიწერია, მე მაინც გაიზრდება და რა აზრი. ხო, ანუ ყურე მე მინდა რომ ანუ 10-ზე რო ავალთ, განულდეს და მე ისევე 10-ზე ავიდეთ, განულდეს, 10-ზე ავიდეთ, განულდეს, 10-ზე ავიდეთ, განულდეს. ანუ მე ვიძახი რომ დავუშვათ counter plus ხო გვიწერია. მაგის ქვევით ჩამოვიტანოთ egif-ი და მანდ დავუწეროთ რომ ტანში დავუწეროთ რომ counter-ი უდრის 0-ს. კი არა და counter-ი კი არა. inner HTML-ი პარტები inner HTML-ი უდრის 0-ს. inner HTML-ი აღარ გვჭირდება. ჩვენ ადვილადად შეგვიძლია გავაკეთოთ. რას უნდა შევცვალოთ მნიშვნელობა? მაგრამ inner HTML-ი რო აღარ დავწერთ. აბა შეგვიძლია counter-იც გავანულოთ ვილაპირ, მაგრამ ო, მაგას ვიძახ. ანუ რატო უნდა დავწეროთ inner HTML-ი, როცა შეგვიძლია უბრალოდ counter-ი გავანულოთ. ეგრე უფრო ბევრად მარტივი იქნება. ესე რო გავაკეთოთ, რომ counter-ი უდრის 0-ს, counter-ი ნაკლებია 10-ზე, counter plus-ი და მე console log-ი counter-ი ჩავწეროთ ფიგურებში რა. ეგრე შეიძლება? მოიცა ძალიან სწრაფად თქვი. მოდი აბა ეკრანი გააზიარე და დაწერი. არა, გეტყვით მიჩვენი. ანუ counter-ი უდრის 0-ს რო დავწეროთ, მე counter-ი ნაკლებია 10-ზე. აი გვაქვს რა, if-ის შემდეგ. if-ში პირობა ესე იყოს? არა. if-ში იყოს პირველი პირობა იყოს counter-ი უდრის 0-ს, როგორც ის შემთხვევაში ვწერთ რა. მე counter-ი ნაკლებია 10-ზე. და მე counter-ი plus. მოიცა ვერ მივხვდი, ეხლა თანმიმდევრობით მივყვეთ. აი ეს if-ი იყოს აქ თუ სხვაგან წავიღოთ? ხო, ანუ ეგ if-ი იყოს მან, მაგრამ დავწეროთ counter-ი უდრის 0-ს პირველ პირობად რა. მე counter-ი ნაკლები 10-ზე დავწეროთ მეორე პირობად.
და მესამე პირობა დავწეროთ counter ++. და მერე console log counter-ი ფიგურულ ჭრილებში. არა, ეგრეთ შორკაზე მიდიხარ. როგორ შოულები ის შემთხვევაში გოს ვაკეთებთ რა მაგის. ხო, არა, ეგ უკვე სხვა ლოგიკაზე მიდიხარ. შენ მაგით ვერ გამოძვრებით. თან უდრის ifში ყოველ მარტო ერთხელ შევართ, როცა 10 counter-ი 0-ის ტოლი იქნება, პირველ ჯერზე შესრულდება მარტო მოქმედება. ეხლა როგორც გვიწერია if-ი, ანუ პირველად ვსევით გვიწერია და counter-ის გასდაქვევით, მაინც გაიზრდება ბოლოს. ისა 0-თან გატოლების პირობა ხო ბოლოში უნდა გვეწეროს. რა თქმა უნდა, აუცილებლად. მე გიორგი გავიგე შენ რაც მითხარი, სწორად თქვი, უბრალოდ სხვების მაინტერესებს. ხო, ანუ იდეაში აქ შეგვიძლია რომ უთხრათ რომ counter-ი როდესაც გახდება მაგალითად 10-ზე მეტი, ან 11 როდესაც გახდება არა იდეაში, 11 უკვე შეტანილი იქნება მაშინ. 9-ზე მეტი როცა იქნება. 9-ზე მეტი როცა იქნება. მაშინ counter-ი გავანულოთ. ვთქვათ რომ counter-ი ისევ 0 გახდება. და იდეაში 10 და მერე ისევ 1. ოკეი. და 1 მოიცა აქ შეგვიძლია return-ი დაუწეროთ. არა, მოიცა return-ი ხო. არ გვიშლის მომთხას. მოიცა ეს 1 რატო საიდან მივიდეთ 1? ანუ, როდესაც ავედით. ეხლა counter-ი არის 10-ის ტოლი. დავაჭირეთ click-მის. ჩვენ მივიღეთ რეალურად counter-ი 11 აქ, მაგრამ იმისდან მიუხედავად რომ აქ 9 იყო, counter-ი გახდა 0 და inner HTML. რა ეხა 10 დავშვებ. 10 და 0. ხო, მოდი აბა ეხლა ესეთი რაღაც გავაკეთოთ. რომ ანუ მე ბევრჯერ დავაჭერ. ხო? და მინდა რომ აი ეს 10-იანები რამდენჯერა ვალაცე, აი ეგ დავითვალო. როგორ უნდა გავაკეთო? ან მოდით ეგ საშინაო დავალებაში გქონდეთ ერთ-ერთ task-ად. უფრო საინტერესო იქნება. რამე კითხვა ხო არა გაქვთ ამასთან დაკავშირებით, ამ თემებთან დაკავშირებით? ამ თემებთან დაკავშირებით რაც გავიარეთ. ეს წინა ლექციის მასალა იყო, რაც გავიარეთ დღეს. წინა ლექციის თემა იყო აი ამ დომამდე. ნუ დომი რა არის ეგეც არა. მისნია იდეაში ახლა უცოდ ისე გადმოვარდი ამ თემაზე, უბრალოდ მინდოდა რომ წინასწარ შემემზადებინეთ. გასაგებია. ამ თემებისთვის. ხო, ანუ შემდეგ ლექციაზე ამ თემებს უფრო ჩავუღრმავდებით. იდეაში ჩათვალეთ რომ ახლა უბრალოდ მოთელვა გავაკეთეთ. შემდეგ ლექციაზე ამ ყველაფერს დაწვრილებით განვიხილავთ, რაღაც სავარჯიშოებსაც შევასრულებთ და იდეაში უფრო კარგად მივხვდებით როგორ მუშაობს და რანაირად მუშაობს ეს ყველაფერი. არგით მაშინ დაგემშვიდობებით დღეისთვის და შევხვდებით შემდეგ ლექციაზე. ნახვამდის. მადლობა, ნახვამდის. მადლობით. არგით.